იქნებიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი და ლევან ლორთქიფანიძე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ლევან, თქვენგან დავიწყებ. რას ფიქრობთ, თქვენ როგორ გაიგეთ, მოდი ასე დავსვამ შეკითხვას, ეს განცხადება, რომელიც საელჩომ გამოაქვეყნა. საღამოშვიდობისა, გავიგე ისე, როგორც წერია. მე მგონია, რომ ძალიან მარტივი არის დასკვნების გამოტანა. ჯერ ერთი თქვათ, რომ ჩვენს რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, ომია ჩრდილოეთითაც, ხო, უკრაინასა და რუსეთს შორის, ომი არის ჩვენ სამხრეთ მიმართულებითაც, იქ ლიბანში კრიზისია, ირანში კრიზისია და ამ პერიოდში იმატებს ხოლმე მნიშვნელობა აი ამ სატრანზიტო გზების, დერეფნების და ასე შემდეგ. და ბუნებრივია შეერთებული შტატებიც, რომლის ადმინისტრაციაც რა თქმა უნდა ყველგან და ყოველთვის ცდილობს, რომ დაიცვას კაპიტალის ინტერესები, ამ კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობები, დაინტერესებული არის საქართველოს გეოგრაფიით. დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენთან გაიაროს, თქვათ, ამერიკული კაპიტალის წარმოებულმა პროდუქტებმა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სატრანზიტო ფუნქცია თავისთავად ვერ შესრულდება საქართველოს მხრიდან, შეერთებულმა შტატებმა ამ განცხადებით კონკრეტული წინაპირობები და დავალებები მისცა საქართველოს ხელისუფლებას. პირველი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მავნე საერთაშორისო გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს ეს ზონა. ანუ პირდაპირი მოწოდება, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი თუ იქნება აქ უსამართლო ეკონომიკური წესებით და თამაშის წესებით ჩარეული, შეერთებული შტატების ინვესტიციები აქ არ შემოვა, შესაბამისად პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ავტორიტარული ქვეყნების ეკონომიკური გავლენაც კი ჩვენს ქვეყანაში დაბალანსდეს. და მეორე და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ წამოუყენა საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, დიალოგი ოპოზიციასთან და დემოკრატიული ინსტიტუტების წავიკითხავთ ციტატებს მაშინ, ხო? ერთი რაზეც თქვით, პირველი, ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენების საძენ მდგრადობა. რაც თქვენ ახსენეთ და ის ფუნდამენტური ღირებულები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თახვედრა ქმნის ყავს საფუძველს ღრმა პარტნიორობისთვის და აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს საქართველოს კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელშეწყობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი, ეს მეორე ნაწილი, რასაც თქვენ გახლავთ, იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს. მათ შორის ამერიკელი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. ანუ სტაბილურობა უნდა შეიქმნას ოპოზიციის ჩართულობით. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადადგამ საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. და ნახეთ მე ეს არის ხელისუფლების თქვენი განცხადების, კი არა, თქვენ რაც წაიკითხეთ იქიდან კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თქმაც მინდოდა, ხო? ნახეთ, ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობის თამასა გქონდა ძალიან მაღალი. ჩვენ ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები, მიმდინარეობდა სტრატეგიული დიალოგი და ასე შემდეგ. ამ თამასაზე დღეს ლაპარაკი არ არის იმ ნიშნულს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერასოდეს ვერ დაუბრუნდებით. ეს ერთი. და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გამოყოფს კონკრეტულ სამ სფეროს, სადაც მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის. ეს არის ენერგეტიკა, ეს არის უსაფრთხოება და ეს არის ტრანზიტი და ეკონომიკასთან დაკავშირებული ამბები. ანუ პოლიტიკური პარტნიორობა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ურთიერთგაძლიერება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. მხოლოდ აი ამ ვიზიტის დონეც მეტყველებს, ხო, ახლა სომხეთში ჩავიდა რუბიო და ჩვენთან ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, კონკრეტული თანამშრომლები. და პლუს ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ელჩი არ არის დანიშნული და როგორც საჯარო წყაროები იძახიან, აპირებენ გამოგზავნონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და არა ელჩი ამ ეტაპზე, რაც დიპლომატიურ ენაზე რო გადმოვთარგმნოთ, ხას უსმევს კიდევ ერთხელ თქვათ ამერიკის პოლიტიკურ დამოკიდებულებას და იმ ურთიერთობების ნიშნულს და ურთიერთობებზე ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ხო, აი ეს რამ განსაზღვრა თქვენ როგორ გაიგეთ და გაიგეთ თუ არა ეს ახლა ვიზიტი და ეს განცხადება, რომ რას წერია, რომ მინისტრების აშშ უკეთესობისკენ. ხო და ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის შანსი, რომ დაუბრუნდეს იმ ძველ ნიშნულს.
მოდით ასე შევხედოთ ამ სიტუაციას, არა როგორც თქვათ ინდულგენციას ქართული ოცნების მიმართ, არამედ როგორც ერთიან მიდგომას, იმიტომ რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ არის განსაზღვრული რომელიმე მთავრობით. ეს არის ქვეყანებს შორის ურთიერთობა, რომელიც ათეულობით წელს ითვლის და მთავარი აქტორი ამ ურთიერთობებში ვინც არის, ეს არის ქართველი და ამერიკელი ხალხი, ხო? უბრალოდ მთავრობებს ჰქონდათ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის მიდგომები და სხვადასხვა სახის თანამშრომლობა, თუმცა ეს ერთიანად მაინც ამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო და უფრო აძლიერებდა, თუმცა დღეს სიტუაცია შეცვლილი არის. მთავარი სიგნალი, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა, არის ის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ვიზიტს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ასევე ორი კვირის წინ დაახლოებით კიდევ ერთი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან, ასევე კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის საქართველოსა და ამერიკას შორის და ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა აი სტრატეგიული პარტნიორობა რომ გადაიტვირთოს, რაზეც მიდის დღეს აპელირება, ამას თავის წინაპირობები აქვს და მეორე ის, რომ იმ გარემოებას, რამაც დააზიანა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა, მაგის დავიწყება ესე მარტივად არ მოხდება და შესაბამისად წინაპირობებიც უკვე ნათქვამი არის. ახლა ლევანს დავითანხმები, რაც ისაუბრა ჩვენ კონტექსტში და უბრალოდ დავამატებდი ამას იმას, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამერიკულ ინვესტიციებზე და როდესაც ამერიკელი ინვესტორი ზოგადად ახორციელებს ინვესტირებას რომელიმე ქვეყანაში, მან არსებობს რამდენიმე მდგენელი, რის საფუძველზეც ის იღებს ინვესტირების გადაწყვეტილებას. პირველი ეს რა თქმა უნდა არის დამოუკიდებელი სამსამართლო, ეს არის გამჭვირვალე მართლობის სისტემა და ეს არის გამჭვირვალე ეკონომიკა, რაც დღეს საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, აი ეს კრიტერიუმები თუ არ გამოსწორდება, ხო და რა თქმა უნდა პოლიტიკური სტაბილურობა თავისთავად, იმიტომ რომ მაგის გარეშე ფუნქციონალურად ვერანაირად ვერ მოხდება ავნაბიჯების გარდაქმნა. თუ ეს კრიტერიუმები არ იქნება დაკმაყოფილებული, ხო ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს ინვესტირებაც შეიძლება არ განხორციელდეს. ამერიკა მის კი არ თქვა, რომ თქვათ ჩვენ ხვალ შემოვდივარ და ამ ნაბიჯებს დგავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები. ამერიკამ თავის წინაპირობები დააყენა და თუ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება, მერეო ჩვენო რაღაც ნაბიჯებს გადავდგავთ. მე პირადად ასე ამოვიკითხე და ალბათ ეს არის ის მთავარი ამავალი წერტილი, რაც ჩვენ დავინახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, ეს არის უშუალოდ რეგიონში მიმდინარე პროცესები, იმიტომ რომ დღეს რაღაც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს უყურებენ ასეთი პრიზმით, რომ აი ქართული ოცნება ლაგდება ამერიკელებთან, არ ლაგდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ უნდა ეროვნული ინტერესებიდან შევხედოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს თან იმის გათვალისწინებით რეგიონში, რაც სწრაფად მიმდინარეობს პროცესები. მათ შორის ლევან ახსენე ბევრი გამოწვევა ჩვენს რეგიონში, მაგრამ უშუალოდ სამხრეთ კავკასია რო ალბათ იგივე სომხეთი, ხო? ანუ ბევრი მიმართულებით სომხეთი ჩვენ გვისწრებს, ხო და ჩვენ ვარ ჩამორჩეთ ამ პროცესს და არ დავჩეთ აფსაიდურ მდგომარეობაში, საჭირო არის რომ ეს ურთიერთობები რაიმე ფორმით აღდგეს ისე და ისე გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს ამით და ეხლა დაალაგდება, არ დაალაგდება, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია ალბათ ამ სიტუაციაში. ხო, ნუ ალბათ აქ მნიშვნელოვანია, ყველამ გააკეთა რატომაც აქცენტი, რომ ოპოზიციას რა მოუწოდაო და ამაზე გადავიდა ყველაფერი. ამას დავიკითხავ ამ წინდა და ოპოზიციას ამაზე გადავა, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ალბათ ხელისუფლებას სადმე არის, ხო, ეს მოწოდება, რომ რაღაც პირობები უნდა დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ ელჩი არ არის ერთია, ივანიშვილი დასანქცირებულია ამერიკის მიერ, არც ეს სანქციები არ მოხსნილა და ამ ეტაპზე მართლა ძალიან დაბალ დონეზეა და არ ვიცი, ახლა ხელისუფლებას აქვს თუ არა სასიხავლოდ საქმე ამ მიმართულებით. ძალიან რთული კრიტერიუმებიც დაწესდა, ახლა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ოპოზიცია შემოიყვანოს ისევ პოლიტიკურ ველზე და ამათ ყველა მოძულებული ყავს და ყველასთვის თავზე ლაპარაკობს. თითქოს ოპოზიციას აბრალებენ, რომ პოლიტიკურ ველზე არის. თან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ერთ სიტყვი უკაცრავად, რომ ქართული ოცნება, რომელიც ამდენი ხანი, თქვათ, არაცდენდა არც ერთ პანაშვიდს, რომელიც ირანში ჩატარდა, მარია ზახაროვას განცხადებების კოპირებას ახდენდა ყოველდღიურად, იქ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, ეხლა ნელ-ნელა მოტრიალდება ამ სამი უძლიერესი, ირანი ცოტა დასუსტებულია, სახელმწიფოსგან და დაადგება
ისევ დასავლეთის გზას. მათ ხო თავისი ანგარიშები აქვთ ამ ავტორიტარულ ქვეყნებს ქართულ ოცნებასთან და ამ ანგარიშების გასწორებასაც მოთხოვენ. ასე რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართულ ოცნება, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გონია რომ ტრიუქს ჩაატარებს, მორიგ ტრიუქს ჩაატარებს და იქით ჩინეთს გადააგდებს, აქეთ ამერიკას გადააგდებს, იქით რუსეთს მოთაფლავს და ირანს კაი როგორმე მოულის, მაგრამ ესე მარტივად არ არის საქმე და ჩიხშია და ძალიან უჭირს მას. ხო ეს რა საინტერესოა ოპოზიცია ამატენა მე მაინტერესებს კი კონკრეტულად რა პირობები რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ რომ ამ სტაბილურობას მივახციოთ და მივახციოთ ოპოზიციის ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროცესში დამოკიდებას. ჩვენ საუბრობთ იგივე ფუნქციონალურ დემოკრატიაზე, რა თქმა უნდა ამ პროცესში საკვანძო როლი აკისრია ოპოზიციურ ძალებს. მთავრობამ კი არ უნდა განიხილოს ოპოზიციური ძალები როგორც თავისი მტერი და რაღაც ასე შემდეგ ხო ანუ პირიქით ანუ ქმედითი ოპოზიცია არის დემოკრატიის განუყოფელი. ხო, მაგრამ კობახიძემ თქვა რომ ეს ოპოზიცია რო შემოვიდა პარლამენტში და ანუ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი კი არ არისო რომ ასე ვთქვათ არ არის პროცესებში ჩართული არის ოპოზიციის ბრალი და არის წინა ადმინისტრაციის ბრალი ამერიკისო ბაიდენს დააბრალა ყველაფერი ხო ნუ ეს არ ვიცი რამდენად რელევანტურია ეს საკითხი იმიტომ რომ აქ უშუალოდ ქვეყნის ქმედებებზეა საუბარი და იმ ნაბიჯებზე რამაც გააფუჭა და რეალურად ურთიერთობები და სხვათა შორის ბაიდენის ადმინისტრაციას რო დაუბრუნდეთ ჩვენ რო ქონოდა მე დარწმუნებული ვარ ჩვენ რო ქონოდა კარგი ურთიერთობები ამერიკასთან და არ გაფუჭა გულიყო ეს ურთიერთობები ხო ანუ ის ავტომატურად გადმოყვებოდა ახალ ადმინისტრაციასაც და ჩვენ შესაძლოა ერთი წლის მერე კი არ გავახსენებოდეთ ამერიკელებს არამედ რაღაცა ესეთი ტრანზაქცია მოხდებოდა ძალიან სწრაფი და ყურადღებაც მალევე გადმოერთვებოდა იგივე რო ავიღოთ ბაიდენის დროს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან ხო ის ხო ბაიდენის დროს გაფორმდა დაახლოებით ნოემბერი იყო თუ დეკემბერი უკვე არჩეული იყო ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად მაგრამ ავტომატურად ეს გადმოვიდა და ის ურთიერთობების დინამიკაც გაგრძელდა და ამ შემთხვევაში ჩვენ რომ ქონოდა კარგი ურთიერთობები ამერიკის წინა ადმინისტრაციასთან ეს ურთიერთობები გადმოვიდა და დღეს ამ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ არ ვიქნებოდი. რაც შეეხება ოპოზიციას ხო ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის დღეს ოპოზიციაში არის ის რომ ოპოზიცია კი არ უნდა წარმოიჩნდეს როგორც მხოლოდ პროტესტის ძალა არამედ ოპოზიციამ უნდა წარმოიჩნდეს როგორც მართლობის ალტერნატივა, ან ხელისუფლების ალტერნატივა და მაგისთვის საჭირო არის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი გეგმის შემუშავება და ნდობის აღდგენა და სწორედ ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკვე მომავალზე, ყოველ კვირას დავიწყოთ ჩვენ აქტიური შეხვედრები ჩვენს მხარდამჭერებთან, ასევე მოსახლეობასთან და ვაცნობთ ჩვენს ხედვას, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარებისთვის და ასევე ჩვენს გუნდსაც ვაცნობთ, რომელიც დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან, რომელსაც რეალურად შეუძლიათ მართლობა და დიახ, თავმაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ მოვახდინოთ ცვლილებები ქვეყანაში, დიახ, ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ რეალურად ქვეყანაში დავამკვიდროთ დემოკრატიული ტიპის მართლობა, სადაც ჩვენ კი არ ვიქნებით რაღაც შობელივით საზოგადოების, არამედ ჩვენ ვიქნებით ხალხის მსახურები, რაც დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არის და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის მუშაობთ და ვებზადებით ყრილობისთვის, რომ უკვე ერთიანად, ასე ვთქვათ, შემოვიდეთ პოლიტიკურ ველზე. ასევე მინდა ჩვენს მაყურებელს ვაცნობო, რომ ყოველ კვირას ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობას და ვაცნობ ჩვენს გეგმებს თემატიკად. ეს არის ინიციატივა ჯერ საქართველოს. კი, ჩვენი ინიციატივა ჯერ საქართველოს და შესაბამისად ეხლა კვირას ქონდა ეკონომიკურ თავდაცვის და უსაფრთხოების სპეციფიკაციის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრა, სადაც გავაცანით მოსახლეობას ჩვენი ხედვები, ასევე ჩვენი დაგეგმილი ნაბიჯები თუ ხელისუფლებაში მოვად, რას გავაკეთებთ, რა რეფორმებს განახორციელებთ, ასევე გვექნება შეხვედრა შემდეგი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღეს საქართველოში და შემდეგ უკვე სხვა თემატიკა გაგრძელდება. ხო, ან თქვენ იქნებით ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური ძალა, ასევე ახალი პოლიტიკური ძალა არის მოძრაობა სოციალურ დემოკრატიისთვის, რომელსაც ლევანი წარმოადგენს. კი, ჩვენ თავს განვიხილოთ როგორც ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალი ხედვები და ახალი ხელწერით, რაც დღეს რეალურად ლევანის დამეთანხმება ალბათ მაგაში საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციურ განწყობილ დიდ ნაწილს ესაჭიროება. კი ბატონო, თუმცა აშშ-ის განცხადებაში ბუნებრივია ჯერ თქვენ ახსენები არ ახართ, იმიტომ ახლა არ ახართ პოლიტიკურ პარტიას, თქვენც ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ როგორც პარტია, როგორც პარტია. ხო, თქვენც ემზადებით, ამიტომ აშშ-ის დელეგაცია საელჩოს განცხადებაში 4 სუბიექტია ჩამოთვლილი, აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი საქართველოს ლელო და პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების
პარტიების მიმართ მომპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ დელეგაცია მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებსაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორის არის, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს. ოპოზიციისთვის მოწოდება როგორ გაიგეთ? თქვენ ანუ ეს ნიშნავს, რომ ბოიკოტი არასწორი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით ეს ყველაფერი რას ნიშნავს? 2 წელი გავიდა. 2 წელი არის რაციონალური და ლოგიკური ვადა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შეგიძლია მოიპოვო ვადამდელი არჩევანი. ადამიანებს ბოიკოტი გამოაცხადეს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს პროტესტი გრძელდება, უნდა გაგრძელდეს კიდეც. უბრალოდ 2 წლის მერე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უკვე აზრს კარგავს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება მორი გარჩევნება. ჩემი აზრით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაც სწორედ აი ამ ვითარებას ეხმიანება და ამბობს, რომ უკვე ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს. წინ არის 2028 წლის არჩევნები და თქვენ იბრძოლეთ იმისთვის, რომ შექმნათ დემოკრატიული გარემო ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, ეხლა წესით და რიგით ოპოზიცია ერთიანი ფრონტით უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ თამაშის წესებზე შევთანხმდეთ და გავაუმჯობესოთ თამაშის წესები, ანუ ნორმალური საარჩევნო გარემო გქონდეს და ამ ნორმალური საარჩევნო გარემოს მისაღწევად რა ტიპის რეფორმებია გასატარებელი, ჯერ ამაზე შევთანხმდეთ და ეს მოვითხოვოთ და 2 წელი მართლა ძალიან ცოტა დროა არჩევნებისთვის და უკვე დღესვე უნდა გქონდეთ ღილაკზე დაჭერილი ხელი ოპოზიციურ პარტიებს და საარჩევნო რეჟიმისთვის უნდა იყვნენ მზად, იმიტომ რომ 2020 წელს ბოიკოტი გამოცხადდა, 2024 წელს ბოიკოტი გამოცხადდა, ეხლა კიდე 2008 წელსაც ბოიკოტში რო წავიდნენ, ან კიდე თვითმმართველობაზე 25-იც ფაქტობრივად ნაწილობრივი ბოიკოტი იყო. ბოიკოტი იყო, ანუ სულ ბოიკოტს აქვს მნიშვნელობა, თუ მას შედეგი მოაქვს ხელმოსაჭიდი. გარკვეული შედეგები მოიტანა, ეს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გამოგვადგება, მაგრამ ეხლა სხვა გზა უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება ამ ბოიკოტით ვერ მოხერხდა და წინ არჩევნებია და ყავს მოწინააღმდეგეთ ეს მონსტრი, რომელიც ისევ პოლიციას გამოიყვებს, ისევ უსიშროებას, ისევ ამას რა ქვია, ძველ ბიჭებს თუ სუბკულტურას რაც არის, ისევ ფულს დახარჯავს, ისევ ბიზნესმენებს მოიმხრობს, ისევ რაღაც манипуляციებს გააკეთებს, ისევ ეყოლება ეს კოორდინატორები და აი ეს როგორ შევზღუდოთ და აი ეს ამბავი როგორ მოვაქციოთ კანონის ჩარჩოში და აი ამ ამბავში როგორ შევბოჭოთ ქართული ოცნება, დღეს აი ამაზე არის სასაუბრო, რომ მე ინსტიტუციურ ველზე გამარჯვება შესაძლებელი გახდეს. ხო, ნუ მე ასე გავიგე, ორივე მიმართვაში ნახსენები არის სტაბილურობა. თავრობისადმი მიმართვაშიც და ოპოზიციისთვის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ჩვენი ინტერესი არის აქ იყოს სტაბილური გარემო, რომ რეგიონი არ აირიოს რაღაც მიზეზების გამო და ამ სტაბილურობისთვის ორივე მხარე მიმუშავეთ. ხო, მაგრამ ოპოზიციამ რა შეიძლება გააკეთოს? კი, ამბობს, რომ ხო, უნდა მოვიპოვოთ რაღაც სამართლიანი საარჩევნო გარემო. მაგრამ თუ ქართულოსება არ წამოვიდა თანამშრომლობაზე, როგორ უნდა მოვიპოვოთ? რას ფიქრობთ? ხო და მოწოდება ამ თანამშრომლობისთვის და გაგკეთებელია. წამოვიდა, მაშინ მეორე გამოსავალი არის, რომ შენ იმდენად დიდი ოდენობით ადამიანების მობილიზება მოახერხო, რომ ხელისუფლებას ეს თავისი ბერკეტები გაუცუდდეს. 2012 წელს მაგალითად ეს მოხდა. მაშინაც უამრავი ბერკეტი ჰქონდა სააკაშოს და ნაციონალურ მოძრაობას, მაშინაც იყო ფალსიფიკაცია. ჩვენ კარგად გვახსოვს მაგალითად ხაშურის ეპიზოდი, როცა ავტომატებით შევიდნენ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. რატომ? იმიტომ რომ მასობრივად იყო მობილიზებული ხალხი და ამაზეა სამუშაო. ხო, რეალურად ჭირდება მობილიზაციისთვის შენ ჭირდება ნდობა და სამწუხარო დღეს ოპოზიციური სპექტრის მიმართ იმედია ეს ნდობის ფაქტორი არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე მობილიზაციისთვისაც ანუ ოპოზიციურ პარტიებმა მარტო იმაზე კი არ უნდა ვიმუშაოთ, რომ თქვათ მოვითხოვოთ ამ კანონმდებლობის ცვლილება და გარემოს გაჯანსაღება და
სხვა ნაბიჯები, რომელიც გამოაცოცხლებს და კონკურენტულ გარემოს შექმნის, კონკრეტულ პოლიტიკურ გარემოს შექმნის საქართველოში, არამედ პარალელურად უნდა ჩვენ ვიმუშაოთ ამორჩეველთანაც, რომ ერთი მხრივ არსებულმა პარტიებმა რაღაც დონეზე თავისი ასე ვთქვათ ნდობა გაიმყარონ, აღიდგინონ და ჩვენერმა პატარა პარტიებმა, მომავალში პარტიებმა უნდა ვიმუშაოთ მხარდამჭერების მობილიზებაზე და შესაბამისად ასეთი ტიპის ნაბიჯების ერთობლიობით ხო ალბათ შესაძლებელი იქნება გარკვეული ცვლილებების მოხდენა. ასევე ამერიკის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ სტაბილურობაში გულისხმეს არა ვთქვათ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა სწრაფად გადაგას, არამედ ეს უნდა იყოს განგრძობითი ხასიათის და სტაბილურად უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ეს გულისხმობს რა თქმა უნდა არსებული გარემოს შეცვლას, მაგრამ მომავალში ასეთი ტიპის ნაბიჯების პრევენციასაც აქედან გამომდინარე ეს გარემო პოლიტიკური სტაბილურობა თუ არ დადგა ქვეყნის წინაშე, რა თქმა უნდა ეს ვიზიტი ამ ვიზიტს ექნება მხოლოდ რაღაც კონკრეტული დიპლომატიური პროტოკოლური ფასი და ამ ვიზიტთან დაკავშირებით კიდე ერთი საკითხი მინდა საგიზემდე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეხვდა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც და ძალიან ასე ვთქვათ თბილი განცხადება გააკეთეს ჩვენს კულტურასთან, რელიგიასთან და იდენტობასთან დაკავშირებით და ესეც გარკვეულწილად გზავნილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ რა ტიპის დეზინფორმაცია მიდის, რომ დასავლეთი თქვათ არცევს პატივს ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას და სწორედ ეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალიან კარგი ასე ვთქვათ ნაბიჯი გადადგა ამერიკამ, რომ დაანახა საზოგადოებას, რომ დასავლეთი არათუ ებრძვის ამ ყველაფერს, არამედ პირიქით მხარს უჭერს ჩვენს იდენტობას, ჩვენს რელიგიას და ჩვენს კულტურას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტში ასევე, რაზეც დიდი ყურადღება რატომაც არ იქნა გამახვილებული. ხო, კი ბატონო, უბრალოდ აქ თემა არის ის, რომ ნიშნავს თუ არა საბოლოო ჯამში მაინც ეს ვიზიტი იმას, რომ ამერიკის ადმინისტრაციაც უკვე მზად არის შეეგუოს სტატუს კვოს, რაც არის ქვეყანაში, ანუ ოცნების მმართველობას და უბრალოდ ითხოვს სტაბილურობას. ანუ რა თქმა უნდა, თავიდანვე აღნიშნე, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მაგრამ ამ ურთიერთობებს აქვს გარკვეული წინაპირობები. ამ წინაპირობების გარეშე მე მეეჭვება, რომ რაიმე ძვრა იყოს პოზიტიური ამ ურთიერთობებში და შესაბამისად ამ განცხადებაში მკაფიოდ დაფიქსირდა კომერციული და ეკონომიკური ინტერესები, ხო, თუმცა ამ ეკონომიკურ ინტერესებს სწორედ ეს გარემოს გაუმჯობესება ჭირდება. მაგის გარეშე ამერიკელი ინვესტორი ნამდვილად არ შემოვა და არ ჩადებს რაღაც მსხვილ და მნიშვნელოვან ინვესტიციას, როცა თქვათ იმ შიში იქნება, რომ სასამართლოში რომ ამედაჭირდა შეიძლება პოლიტიკურად მიკერძოებული იყოს, ან თქვათ რაღაცა გაუმჭრუვალედ მიმდინარეობდეს და მისი საკუთრების უფლებები შეილახოს. ანუ ეს არის მოცემულობა და ესე მუშაობს ამერიკელი ინვესტორების საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში და ეს არის კონკრეტული ფაქტი. კი ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ? ანუ შეიძლება ეს გავიგოთ ასე, რომ ეგუება ნელ-ნელა უკვე დასავლეთი იმას, რომ ოცნებამ თავისი გაიტანა და ეგუება იმას, რომ ბიძინა იქნება აქ და მას არდანაკ არ ყავს, უბრალოდ ითხოვს, რომ რაღაც მცირე დემოკრატიული რაღაც სივრცე არსებობდეს, რომ ოპოზიციაც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ანუ ხელისუფლება კი არა, არამედ რაღაცა 1-30 კაცი იყოს რა პარლამენტში. არა, რა თქმა უნდა, არ ეგუება ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მკაცრი კრიტერიუმებია დაწესებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ ეს გრძელვადიანად ფიქრობენ ადამიანები, ხო, დღევანდელი დღით არ განსაზღვრავს, თქვათ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან მიმართებით რა პოლიტიკა ექნება. სულ მცირე ის აი ამ საარჩევნო ციკლებს უყურებს და აკვირდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებიც ემზადება საქართველოში, შეერთებული შტატები მთლიანად არა, საქართველოზე პასუხისმგებელი პირები ემზადებიან იმისთვის, რომ აი ამ ახალ საარჩევნო ციკლში მაინც შექმნან ისეთი სიტუაცია, სადაც უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე და უკეთესი არჩევნები ჩატარდება. მაგრამ მე ვიმეორებ იმ მთავარ ხაზს, რაც გვაქვს ჩვენ სოციალ-დემოკრატებს. ჩვენთვის სოციალ-დემოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების განცხადება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის განცხადება, სანამ იქ ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე პატივსცემთ და ვაკვირდებით, თქვათ, ჩინეთი და ირანი რაც იტყვიან, თქვათ, პატივსცემთ არა, ვაკვირდებით, თქვათ, ისინი რაც იტყვიან, მაგრამ თავარი ჩვენთვის არის აქ ადგილზე საქართველოს მოსახლეობის განწყობა, მისი ორგანიზება, მისი ბრძოლის უნარიანობა და მისი პოზიცია. საგარეო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ აღიაროს პირობითად ტრამპმა ის ივანიშვილი და თეთრ სახში მიიღოს, რაც ფანტასტიკის სფეროა, ეს ჩვენს ამოცანას არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოლიგარქია, ეს უსამართლო რეჟიმი, ეს 1%-იანი უმრავლესობა
უმრავლესობა, რომელიც ჩაგრავს და საზიზღრად გვექცევა და ლუკმას გვართმევს და განვითარების საშუალებას არ გვაძლევს, ის შევავიწროვოთ და გაუშვათ ხელისუფლებიდან. ასე რომ ძალიან უნდა დავაკვირდეთ ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ზოგიერთის პოზიციას პატივი უნდა ვცემთ, ზოგიერთის უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ეს ჩვენს ამოცანას არ ცulis. ასე რომ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, დიდი შიშით არ უნდა ვაკვირდებოდეს იმას, აი ხა ეს დინამიკა მოდნა მოიმატა, თუ ოდნა მოიკლო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. წესები, რომელიც ვიღაცამ დაგიდგინა. ხო, აქ საუბარი არის, რომ შენ გჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერა და ამიტომ გიწევს გათვალისწინება რაღაცა. საბოლოო ჯამში ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში ცვლილებები, ხო, ანუ ამ ცვლილებებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი შეძლებს ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლის ვერც ამერიკა, ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა აქტორები, ხო, ანუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა და სწორედ ჩვენი გუნდის ამოცანა არის ის, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ეთნიკური და კულტურული ნაციონალიზმი გარდავქმნათ სამოქალაქო ნაციონალიზმში და ჩამოყალიბოთ როგორც ერი სახელმწიფო, იმიტომ რომ ერი სახელმწიფოში ყველას გათავისებული აქვს თავისი სამოქალაქო როლი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციაში ის კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არ არის რაღაც ზემდგომი ორგანო, ეს არის უბრალოდ დაქირავებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ვალდებულია ჩვენი გადასახადებით მართოს ქვეყანა და შეასრულოს ჩვენი დაკვეთა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სახელმწიფო უნდა იმართებოდეს არა ზევიდან ქვევით, როგორც ეს დღეს ხდება საქართველოში და სახელმწიფო კი არ უნდა კარნახობდეს ჩვენ რა კანონებით უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა გავაკეთოთ, არამედ ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ სახელმწიფოს, რა გვინდა ჩვენ, რა კანონებით უნდა ვიმუშაოთ და რა გვჭირდება რეალურად და ყველა სახის პოლიტიკა, რაც კი ქვეყანაში ხდება, უნდა შემუშავებული იყოს ეროვნული კონსენსუსის სახით და სწორედ თავდაცვაზე ქონდა წინა 2 დღის წინ შეხვედრა თავდაცვის საკითხებზე და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, რეფორმის ნაწილი არის თავდაცვის აქტის მიღება, რომელიც, ასე ვთქვათ, რომლის მიღებას და შემუშავებას მოხდება ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარე იქნება ჩართული ამ აქტის მიღებაში, რითიც განისაზღვრება ჩვენი მომავალი თავდაცვის რეფორმა. ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. ველა ბავშვი, ველაზე საყვარელია. ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს. გააქტიურეთ ტურბო თქვენი ჯანმრთელი ვენებისთვის. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას. ვედითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გმირი ემშვიდობება ერთგულ მეგობარს. ძვირფას დედას. კიდევ უფრო გმირ ბაბუს. ცხოვრების მთავარ სიყვარულს. მონატრებულ ბიძაშვილს. და გვტოვებს. გაიაქტიურე selfie-ს მართლა ულიმიტო პაკეტები და მიიღე ულიმიტო ინტერნეტი, წუთები და SMS-ები 7 დღით, ხოლო 10 ლარად, 14 დღით, 19 ლარად. 30 დღით, სულ რაღაც 39 ლარად. ოღონდ ფრთხილად, შეყოლა იცის. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში. ქვაბები, რადიატორები, ტუმბოები და გათბობის სისტემისთვის საჭირო სხვა აქსესუარი საუკეთესო ფასად. თერმოცენტრი, ხელოსნების რჩეული ბრენდი.
კამპოფრიო. უმაღლესი ხარისხის ნამდვილი ესპანური ხორცს პროდუქტების 70 წლიანი გამოცდილებით. დააგემოვნეთ კამპოფრიოს სხვადასხვა სახის ზეხვები, უგემრიელესი ტაპასები, დიეტური პროდუქტები, ღორისა და საქონლის ხორცის სნეკები. კამპოფრიო. ესპანური ხარისხი. შეიძინეთ ნიკორა სუპერმარკეტში. დაიხარჯა შეივსე წყალიმთის 116-006 გადადგინა ბიჭი ძალადობის წინააღმდეგ. თუ ფიქრობ, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, დარეკე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საკონსულტაციო ცხელხაზზე 116-006. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ანონიმურობის სრული დაცვით დაგეხმარებით და 9 ენაზე გაგიწევთ მომსახურებას. გახსოვდეს, რომ სახელმწიფო გიცავს ძალადობისგან. დაგვირეკე 116-006. ერთი, ორი, წავიდა. ამზაკი გამოსი გოვლი. აკრონ. პენთან პირდაპირ ეთერში ექსკლუზიური, ვა. უკვე დაუტრიდი ისე ვიგები. აი მასპინძელის აქ არის. რამდენი ადამიანისთვის აღიწერია ცხოვრებაში ბევრი ნულის წინ ერთი. მისას დაუწერე დღეს შენთან არის. დიდი მადლობა მასპინძელის საქმეა. აჰა, აი პასუხი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. რუბრიკის წარმოდგენია ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია. რუბრიკის წარმოდგენია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. რუბრიკის წარმოდგენია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ლიდერი ქალები ქმნიან მომავალს. რუბრიკის წარმოდგენია New Vision უნივერსიტეტი. სპორტი პალიტრაზე. ჩემპიონები, ცნობილი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები სამშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 30 წუთზე დილის პალიტრაში. სპორტს პალიტრანიუსზე წარმოგიდგენთ ოდაბანი. ოდაბანი. გათავისუფლდი ჭარბიოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან. შედეგი პირველივე გამოყენებიდან. მოიკითხეთ აფთიაქებში. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და გადაცემის პირველ ნაწილში ბევრი ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის და საელჩოს გზავნილზე, რომელიც ეხებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას. ეხლა წაგიკითხავთ, როგორ გამოეხმაურა ამას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, ამბობს ამერიკის წინა ადმინისტრაციაზე იგულისხმება, ბაიდენის ადმინისტრაცია, იმისთვის რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2022 წლის არჩევნებისათვის. ასე შეამზადეს პროცესები და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, დაგვჭირდა შეთანხმების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერ გადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია და მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევაში ოპოზიციამ, რაც კიდევ ვიტყვი, რომ ეს იყო მაშინდელი ადმინისტრაციის ჩარევის შედეგი და ეს იყო ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთი, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 20 წელს, ისე 24-ში მოხარული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის
განსხვავებული ამბობს ის. ზოგადად აგზელებს კობახიძე ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. ჩვენი მიდგომა იცით, როგორც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული სურვილი და ერთი მთავარი მიდგომა. რასაც ასევე ხაზს გაუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობების განახლება გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს ამბობს. ის ანუ ფაქტობრივად ჩვენი ასე ვთქვათ რაღაც საგზაო რუკა დავდეთო. ამერიკელებმა რა პირობები დააყენეს არ ვიცით, სიმართლე გითხრათ არც ხელისუფლება რას აყენებს არ ვიცით კონკრეტულად, მაგრამ ფაქტი არის ასეთ ვითარებაში ვართ. ნიკოლოზ ხატიაშვილი ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმოადგენდა და ლევან ლორთქიფანიძე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი არიან ჩვენ სტუმრები. კიდე ერთხელ მადლობა მოძანებისთვის და გავაგზავნოთ საუბარს პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი როგორც თქვი ამ თემაზე, მაგრამ ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი არის, ხო? ასე ჩანს, რომ თითქოს ისინი თავიანთ რაღაც პირობებს აყენებენ და ესეთ პოზიციაში დგანან, რომ აი აღადგენს ამერიკას რეგულირებას. ხომ კარგი, არ აღადგენს და კი ბატონო, რაც უნდათ ის უქნიათ. მე ასე შევიძლება რჩება და რამდენად შეუძლება ასე ვითარებაში, ვთქვათ, ამ ხელისუფლებამ მოახერხოს და გაძლოს თავის პოლიტიკა გაატაროს ასე. ნუ რა თქმა უნდა შეუძლებელია. საერთოდ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რომ ყოველთვის საუბრობს სხვებზე, სხვის დანაშაულზე, სხვის პასუხისმგებლობაზე, სხვის გაკეთებულ სულ საქმეზე და საკუთარ თავზე წარმოდგენა აქვს, რომ არაფერი არ დაუშავებია, ყველაფერში მართალია, არის წმინდა და მალე ფრთები ამოვა და აფრინდება აი ამ თავისი სიმსუბუქით და სისპეტაკით, ხო? ეს ესე არ არის და ეს განცხადებაც ამას მოწმობს, რომ ის არის შიდა აუდიტორიისკენ მიდრეკილი, რომ ეს თავიანთი ხაზი გააგრძელონ, რომ აი ყველაფერში ევრობიუროკრატია დამნაშავე, ყველაფერში ბაიდენია დამნაშავე და ასე შემდეგ და ეხლა თითქოს ეს ახალი ადმინისტრაცია რაღაც შანსს მისცემს. ესეც ტყუილია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ კომპრომისებზე წავა ქართული ოცნება. წავა თუ არა ის კომპრომისებზე, თუ არ წავა კომპრომისებზე, მასზე ზეწოლა გაძლიერდება ყველა მხრიდან, როგორც დასავლეთიდან, ისე მგონი აღმოსავლეთთანაც არ აქვს მაგათ ბოლომდე დაალაგებული სიტუაცია. და რას აკეთებს შიდა პოლიტიკაში ქართული ოცნება, როგორ პოლიტიკას ატარებს, აი ტრადიციულად ყველა ავტორიტარიზმის ახასიათებს აბსურდულობა. და უკვე შიზოფრენიის ეტაპზე გადასვლა, ხო? აი მაგალითად საფარ მურად ნიაზოვი, რომ იყო თურქმენეთის პრეზიდენტი, ამ კაცმა აკრძალა ოპერა. რომ ეს ოპერაო არ შეესაბამებაო იმას თურქმენეთის კულტურასო. აი მაგალითად კიდე ერთი აბსურდი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პოლ პოტმა კამბოჯაში აკრძალა სათვალეები, იმიტომ რომ სათვალე ვისაც ეკეთა, ის ითვლებოდა ინტელექტუალად, ჭკვიან ადამიანად, ესე იგი ხელისუფლებას უპირისპირდება და ის უნდა მოუკლათ და დახოცეს 2 მილიონი ადამიანი იმ კამბოჯაში. ღმერთმა დაგვიფაროს ჯერ თურქმენეთის და კამბოჯის დონეზე არა ვართ, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ აქ, რომ სახელმწიფო ოფიციალურად ქმნის დაწესებულებას, ინსტიტუტს, რომელმაც უნდა შეამოწმოს Facebook-ზე პოსტები, ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ამ დაწესებულებას არ ექნება იმხელა რესურსი, რომ ერთიანი სტანდარტი დაიცვას ამ პოსტების შენარჩუნების დროს, შესაბამისად ვხედავთ, რომ გვეყოლება რაღაცა სამსახური, რომელიც ორმაგი სტანდარტით იმოქმედებს და თუ ხელისუფლებას შეაგინე, დაგიჭერს და თუ ხელისუფლებამ შეგაგინა, იმათ არაფერ პასუხს არ მოთხოვს, ხო? აი ამ ტიპის აბსურდამდე მივდივართ ჩვენ და როცა შიგნით ესეთ სისტემას აშენებ, ესეთი დამოკიდებულება გაქვს, ხო? იქ მე არ გაქვს შენ უფლება, რომ ესე ილაპარაკო, როგორც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს, რომ აი თუ უნდა ამერიკა მოვიდეს და გველაპარაკოს და აი თუ არ უნდა, ნუ მოვა. ანუ დიდი კმაყოფილება, მე ამას ხაზე რატო გავუსვიო, რომ დიდი კმაყოფილება ხელისუფლებას არ ეტყობა ამ ვიზიტის შემდეგ, რომ რაღაც თითქოს გამოსწორდა. ან მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ან შეიძლება ისეთი პირობები დააყენა ამერიკამ, რომ წინასწარ იციან, რომ ვერ შეასრულებენ, არ ვიცი. თან იცით რა არის ბოდიში ერთს ვიტყვი, აი გახსოვთ, როდესაც ერევანში სამიტის დროს შეხვდა ბატონი კობახიძე იმას ზელენსკის.
აი ეგრევე ისტერიკაში ჩავარდა და ყველა კომენტარში იმეორებდა, რომ მისი ინიციატივად შევხვდით, მე არ მინდოდა შეხვედრა, ხო? ანუ ეს იყო გზავნილი ვიღაცისთვის, რა თქმა უნდა, კრემლში, რომ აქ მე კი არ ვიჩენ ინიციატივას, მე კი არ ვერთვები ამ საკითხში, არამედ აი თვითონ მოვიდნენ და მელაპარაკებიან. აქაც ეს იგრძნობა, რომ ბატონი კობახიძე და სხვები ანგარიშვალდებულები არიან გარკვეულწილად იმ ადამიანებთან, ვის განცხადებებსაც ერთ-ერთში იმეორებენ, ხო? საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის და ასე შემდეგ. და ესა გზავნილი მათთვის, რომ აი არ გეგონოთ, რომ რაიმე სერიოზულზე მოვილაპარაკეთ, ყველაფერი ისე ისია, როგორც ადრე იყო, არაფერი სერიოზული არ შეცვლილა რა. აი ეს დამოკიდებულება. ეს საინტერესოა, მინდა რეგიონულ ჭრილშიც განვიხილოთ, ნიკოლოს, ეს ვიზიტი და ზოგადად ჩვენი პოზიცია, თქვენ ახსენეთ სომხეთი, რომელიც ნელ-ნელა შეტრიალდა დასავლეთისკენ. ნუ სომხეთს ახლა ძალიან დიდი პრობლემები უქმნის რუსეთი, განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში, ხო, ბლოკადას უცხო რაღაცები აკრძალეს და გაზის გადაჭრით ემუქრებიან გაძვირებით უпростоრად და ასე შემდეგ და ნუ საინტერესოა ახლა მალე არჩევნები იქნება და თუ ისე ფაშინიანი ერჩიეს, მე რა მოხდება და როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნებრივია ახლა ამ რეგიონში თუ აზერბაიჯანი და სომხეთი ასე დალაგდა დასავლეთთან, ხო, როგორც დღეს ლაგდებიან. ჩვენ ესე ამოვარდნილი ალბათ ვერ დავრჩებით. ხო, ანუ ამერიკა შეიძლება ამ კონტექსტში უყურებს ამას, რომ საქართველოს გარეშე არ გამოვიდეს დიდი პროექტი კავკასიაში და ამ ეკონომიკურ სტრატეგიულ ინტერესებს შეიძლება რაღაცები შეეწიროს, არ ვიცი. ხო, ესეც ასახად მე ვერ ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ რეალურად დღეს ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა იგივე რეგიონულ ჭრილშიც მოცნების ინტერესებშია, როგორც ასევე მაგათი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე, ასევე უშუალოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოვიდგინეთ, ახლა დაახლოებით არის ასეთი სიტუაცია და ხო და რაც თავარია, სავარაუდოდ ეს პირობები წამოაყენეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და ცოტა ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ოცნება, იმიტომ რომ ერთი მხრივ ისინი რომ რაღაც დათმობებზე წავიდნენ, ისინი აღიქვამენ მაგას როგორც სისუსტეს და უკანდახევას და ეს მიაჩნიათ, რომ ელექტორალურად დააზარალებს და მეორე მხრივ კიდე ისეთი სიტუაცია არის, თითქოს მატარებელი ნელ-ნელა რომ მიდის და აი ჯერ კიდე გავდრო რომ შეახტე ეგეთი შანსი არის და სწორედ შესაძლოა ეს უბრალოდ ასეთი დილემის წინაშე იყოს ქართული ოცნება დღეს. რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს, რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს გარეშე სრული რეგიონის სტაბილურობა, განვითარება და უსაფრთხოება შეუძლებელი იქნება. სომხეთის წინამდებ, რუსეთის ნაბიჯები გასაგები იყო თავიდანვე. მე არ გამორიცხავ სხვა ტიპის ჩარევების განახორციელებას რუსეთმა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, როდესაც ფაშინიანმა მოიგო არჩევნები არ არის გამორიცხული, გარკვეული პროვოკაციები მოხდეს, აქციები, თქვა პროტესტი, რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირებული და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ თქვა სომხეთმა მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია და რეალურად სტაბილური გარემო შექმნა, მაშინ ეს კამას გავლენა ექნება არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ მთლიანად რეგიონზე და ზოგადად გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სომხეთის ურთიერთობას საკვანძო როლი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, რადგან დღეს რეალურად სომხეთისთვის საქართველოს შესაძლოა განხილვას როგორც დაბრკოლება ევროკავშირში ინტეგრაციის, იმიტომ რომ იგივე გეოგრაფიულად რო ავიღოთ, სომხეთი ყოველთვის გულშემატკივრობდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ყოველთვის იგივე აზერბაიჯანიც საქართველოს განხილავდა როგორც ხიდს დასავლეთთან, არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ ამერიკასთანაც, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ყველაზე მჭიდრო კავშირები ამერიკასთან და ჩვენ ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიის დასაყრდენი ვიყავით შეერთებული შტატების, თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ ეს როლი გამოგვეცალა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება სომხეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ექსპორტის თემაც, ეს ემბარგოს თემაც არ ამგონია, რომ პრობლემური იყოს სომხეთისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გამოვცადეთ რუსული ემბარგო 2006 წელი იყო თუ 7 წელი იყო, როდესაც ჩვენს პროდუქციაზე ემბარგო დადეს და პირიქით ამას გრძელვადიან პერიოდში დადებითი ეფექტი ქონდა ჩვენს წარმოებლებზე იგივე და ახალი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე და სომხეთიც ამ სიტუაციაში არის, იმიტომ რომ სომხეთს მიუხედავად ესეთი ეკონომიკური დარტყმისა, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი თვითონ დაეხმარება სომხეთს გარკვეული მიმართულებით, რომ სწრაფად მოახერხოს ერთი მხრივ იმ ხარისხობრივად ისეთი პროდუქციის წარმოებისთვის, რომელიც მის ბაზარზე შეძლებს შესვლას და მეორე მხრივ ის დაეხმარება ახალი ბაზრის მოძიებაში, ასე რომ ეს ემბარგო, ეკონომიკური ემბარგოს საკითხი არ ამგონია, რომ რაიმე სახის გარდამტეხი გავლენა მოახდინოს სომხეთის მომავალზე და ფაშინიანის რეიტინგზე.
ხო, ну, ჩვენ ახსენე რომ ჩვენ დივერსიფიკაცია მოხდეთ, მაგრამ ამ ხელისუფლების პრობლემებში ისევ დიდწილად მივედით ხო რუსეთს. წინა დღეს მარია ზახაროვამ სულ დეტალურად ჩამოგვითვალა, რამდენი შემოდის რუსეთი და რამდენი პროდუქცია გადის აქედან, გაზი რამდენი ტურისტი შემოდის და ასე შემდეგ და ხელისუფლება შეაქო, რომ მას აქვს დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკაო, მრავალმხრივი, ხო, მრავალვექტორული და ხო. დღეს ჩვენ მოვისმენთ მრავალვექტორული პოლიტიკას განცხადება, მაგრამ ეკონომიკური უსაფრთხოება და ზოგადად ბაზრის დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, საკვანძო არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ის რომ შენ ჩამოკიდებული ხარ რუსულ ბაზარზე, რაც სომხეთისთვისაც გამოწვევა. სომხეთი გაცილებით არის ახლა დამოკიდებული. ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა აძლევს რუსეთს შენზე ზეგავლენის საშუალებას და უბრალოდ ამი წარმოვიდგინოთ ჩვენც იგივე სიტუაციაში რომ აღმოჩნდეთ ემბარგოს კუთხით, რამხელა პრობლემები შეექმნება ჩვენი პროდუქციის რეალიზაციისთვის, თუმცა ესეც რა თქმა უნდა საშუალებრივ პერსპექტივაში გადაახვადია. კი ბატონო, რა მაინტერესებს იცით, ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში პირობები, რომელიც ხელისუფლება დააკმაყოფილოს, რომ აქ დემოკრატია და სტაბილურობა იყოს, რომ ოპოზიცია დაბრუნდეს ჩვეულებრივ პროცესში, ქუჩაში აღარ იყოს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ხო? რამდენად წარმოსადგენია, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდეს რაღაც ურთიერთობის ნორმალიზებას, უცნებას იმ პირობებში, თუ მაგალითად რუსული კანონი არ გაუქმდება. სამია თან რუსული კანონი, გრანტების შესახებ კანონი, ფარა და ასე შემდეგ, ანუ კანონები, რომლებიც მიმართულია დასავლეთიდან აქ რაღაც დაფინანსების აკრძალვაზე, პირდაპირ ასე ვთქვათ, ხო? კანონები, რომელიც მიმართულია მაგალითად ოპოზიციის შეზღუდვისკენ, აგერ ახსენებია განცხადებაში კიდეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის არჩელი შეტანილი. პლუს არიან პოლიტპატიმრები, პლუს ოპოზიციონერები ნაწილი ციხეში სხედა. და ნაწილის მიმართ ციხიდან გამოვიდა 15 წლიანი მუხლით საქმე არის აღძრული და მე არ ვიცი ალბათ ოპოზიცია დაელაპარაკა ამერიკის შეერთებულ შტატებს შეხვედრაზე ამ ყველაფერზე ხო იქ რატოღაც შტატებმა მარტო ეს ახსენეს საკონსტიტუციო არჩევანი რომელთაც ახლა მარტივად გამოიდას ოცება მაგრამ დანარჩენი ამბები ხო მოსაგვარებელია რა ანუ ოცებად სტატუს კვო უნდა აღადგინოს რომელიც იყო 2024 წლამდე ამის გარეშე როგორ არის ეს ახლა წარმოსახველი? სწორედ ეს არის თავარი ამავალი წერტილი, როდესაც საუბარია სტაბილურობაზე და ოპოზიციის როლზე, ხო, ანუ ეს ყველა დაბრკოლება, ანუ დღეს ოპოზიცია დიდწილად ასეთ სიტუაციაში არის ამ კანონების და ამ გადაწყვეტილებების გამოც, იმიტომ რომ ვერ ხერხდება სრული ფუნქციონირება და ბევრი პრობლემა იქნება ამის გამო და ეს კანონები თუ არ გაუქმდა და ეს ზოგადად ამის გარეშე თქვენი როგორც პოლიტიკოსების აზრით მაინტერესებს, ანუ პარტიებს გაქვთ დაფუძნებული, ხო, კიდევ ერთხელ აპირებთ დააფუძნოთ ჯერ საქართველოს მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის და არჩევნებში ფიქრობთ მონაწილეობას, ხო. ამ კანონების გაუქმების გარეშე, რა ვიცი, ახლა თქვენ ახსენეთ სკრინის აგენტოს ეზასია, ტროტუარზე, რა ვიცი, ხალხს იჭერენ და ასე შემდეგ, აღარ ვლაპარაკობ როგორია საარჩევნო ადმინისტრაცია სულ სიკვდილი. ამ ყველაფრის გარეშე თქვენ რო პარტიებს შექმნით როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს უბათ არჩევნებში მონაწილეობას და როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალიზება ამ ურთიერთობების შიგნით, გარეთ, არ ვიცი, ყველა ფრონტზე. რთულესად არის საქმე, მაგრამ აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ერთადერთი გამოსავალი, რაც აქ თვითონ ქართულ ოცნებას არის ესეთი, რომ როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს, საქართველოს უნდა იყოს რაღაცა რუხი სივრცე, სადაც ეს მილები გადის, სადაც რაღაც ტრანზიტულ ფუნქციას შეასრულებს და მას წარმოუდგენია საქართველოს რუხ სივრცეთ, რომელიც მოემსახურება ყველას, ვისაც რაღაც ეკონომიკური ინტერესი აქვს, ხო, ამერიკულ ინვესტიციასაც რაღაცას გაატარებს, ან მცირედად დააბანდებს ჩინუსაც და ასე შემდეგაც, ხო? და აი ესეთი რუხი სივრცეც შეიძლება ტრამპისნაირი არაპროგნოზირებადი ლიდერი დათანხმდეს და ხელი ჩაიქნიოს ამ საქართველოსზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქ ადამიანები გაჩერდნენ. თუ წინააღმდეგობა გაჩერდა. მანამ სანამ არსებობს წინააღმდეგობა, როგორ გარიგებაში წარუნა შევიდნენ ისინი ერთმანეთთან, ну, ასე სიტუაციის დაბალანსების და დაალაგების შანსი რაღაცა მეორე კითხვას რაც თქვით და დავასრულებ, ხო, ეს უკავშირდებოდა, რომ ჩვენ რას ვაპირებთ, ხო, რა თქმა უნდა, ამ კანონების პირობებში, ასეთი ავტორიტარიზმის პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას დიდი აზრი არ აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია ბრძოლა იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შეიცვალოს ეს
საარჩევნო გარემო, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. აუცილებელია ადამიანების და რაზმვა, მასობრივი და რაზმვა. და აი პოლიტიკური პარტიის ამოცანა ამ საარჩევნო ციკლში, მით უმეტეს ახალი პოლიტიკური პარტიის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მარტო იმ ადამიანების მობილიზებაზე კი არ იზრუნოს, რომელიც ისედაც კრიტიკულად არის განწყობილი ქართული ოცნების. ახალი ხალხი შემოიყვანა. ახალი ხალხი თქვენი გამოჩენა პოლიტიკურ ველზე იმედი ამას ასე ვთქვათ შემატებს ახალ ხალხს. ოპოზიციურ მოძრაობას. მოკლედ მითხარით, ეგ დრო თითქოს არა. რაც შეეხება აქ ძალიან მარტივი მესიჯი არის ამერიკის მხრიდან, ოპოზიციის კონტექსტში უნდა შეიქმნას სამართლიანი თამაშის წესები და რა თქმა უნდა სამართლიანი თამაშის წესები მოიცავს ამ საკანონმდებლო სისტემის ცვლილებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა არსებობს დღეს საარჩევნო კუთხით, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ სიტუაციაშიც პოლიტიკურ პროცესებში შესასვლელად და ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევქმნათ ჩვენი ინდივიდუალური პოლიტიკური დღის წესრიგი, შემოვიტანოთ ახალი ტიპის ხელწერა საზოგადოებაში და ამით მოვახდინოთ მაქსიმალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება და თუ ყველა პარტია ამ პრინციპით იმუშავებს და მაქსიმალურად მოახდენს მათ შორის იმ ადამიანების მობილიზებას, ვისთვისაც დღეს არსებული პოლიტიკური პარტიები არ არის მისაღები ან მათ მიმართ არ არსებობს ნდობა, ხო ანუ რეალურად ჩვენ შევძლებთ რომ ერთიანად მოვაბილიზოთ ეს ყველა ადამიანი, ყველა თავისი ამომრჩეველი და ამ ხრივ კონკრეტული ცვლილებები შევიტანოთ, იმიტომ რომ ყველაზე უსამართლო არჩევნების პირობებშიც კი თუ მოხდება სრული კონსოლიდაცია და სრული მობილიზაცია ამომრჩევლის და საარჩევნო ყუთებთან გამოცხადდება იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ეს თქვათ დაგეგმილი იყო, ეს რა თქმა უნდა გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს და იგივე მოხდა მაგალითად უნგრეთშიც, ხო ანუ მადიარის მოგება განპირობებული იყო იმით, რომ უპრეცედენტო დიდი მობილიზება მოხდა ამომრჩევლის საარჩევნო ყუთებთან და სწორედ ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განპირობებს. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი და ლევან ლორთქიფანიძე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო გადაცემა რეზუმე. მე 1 საათით გემშვიდობებით. 9:00